და მადლობა მოწვევისთვის. ეს საქმე არის სუფთად პოლიტიზირებული საქმე და არის პოლიტიკური დაკვეთა. ამ საქმეს არ ახალია ახლა ის, რასაც მე ვამბობ, ამ საქმეს არავითარი კავშირი არ აქვს სამართლებრივ მოცემულობასთან და რეალურად სამართლებრივ საქმესთან, აი მართლა სისხლის სამართლის საქმე რომ იყოს. ეს არის ჩვეულებრივი გაგრძელება იმ რეპრესიებისა, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში ქართული ოცნების მხრიდან და რომლის ფარგლებშიც სასამართლოში სამწუხაროდ მიიღება, ცხადდება ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება ქართული ოცნების რიგებში და ამას მოწმობს თუნდაც თავად კობახიძის არაერთი განცხადება და მოქმედება, როდესაც ჩვენ დილას მოვისმენთ, ხალხი დილას მოისმენს კობახიძისგან რაღაცა განცხადებას და საღამოს ის შედეგი დგება სასამართლოში, რაც გაჟღერდა ცოტა უფრო ადრე ქართული ოცნების პრემიერის მხრიდან. მე რეპრესიები ვახსენე და ჩვენ რეპრესიებში ვართ უკვე რამდენიმე წელია და განსაკუთრებით ეს რეპრესიები უფრო აქტიური, ასე ვთქვათ, და ცხადი გახდა 2024 წლის გაყალბებული არჩევნების შემდგომ და ეს რეპრესიები ხორციელდება როგორც მოქალაქეების მიმართ, ასევე პოლიტიკოსების მიმართ. დღეს არაერთი პოლიტიკური ლიდერი არის ციხეში სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ და ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ არაერთი მათგანი, თუმცა მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ელენე ხოშტარია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობაც საკმაოდ დამძიმდა ციხის პირობებში და იძულებული გახდა პრეინტენსიური დაწესებულება, რომ მომხდარიყო მისი ჯანმრთელობის შესაბამისად კერძო კლინიკაში გადაყვანა და ახლაც ის კვლევების პროცესშია. ასევე სრულიად გაუგონარი მიზეზით ზის ციხეში მაგალითად ნიკამელია და სხვა პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს პირველებმა გაარკვია, რომ ვატო შაქარიშვილმა სასამართლოს ხდომაზე ნიკამელია ახსენეთ და ამიტომაც ნიკამელიას საქმე კიდე ცალკე საკითხია მისი დაკავების წუთიდან და ფორმიდან დაწყებული ამ ბრალდებით დამთავრებული, თუმცა აგენტის და პატრონის საუკეთესო მაგალითია ნიკამელიას кейსი, როდესაც ევროკავშირმა 2021 წელს 40,000 ლარიანი გირავო გადაუხადა მელიას. ეს იყო მელიას кейსზე წარდგენილი ერთ-ერთი მტკიცებულებად ნათქვამი სიტყვა, როგორც ეს პირველებმა გაარკვია და ასევე მაგალითად იყო მოყვანილი ლელოს 9 პუნქტიანი გეგმაც, როდესაც მაგალითად შაქარიშვილი ამბობდა, რომ რუსეთთან მიმართებაში შეზღუდვებთან დაკავშირებით დაწერილი გეგმა ლელოსი იყო ანტისახელმწიფოებრივი და ამით უნდა დადასტურდეს საბოტაჟიო. გარდა ამ განცხადებებისა, ამ ამოკრეფილი ფაქტებისა, შეხვედრებისა, რომელიც იმართებოდა და საჯარო იყო მედიით მათ შორის, ამის გარდა რამე მტკიცებულება საგამოძიებო უწყება მიიტანა რომელიმე მათგანის წინააღმდეგ სასამართლოში? ეს საქმე ისევე როგორც სხვა არაერთი პოლიტიკური საქმე არის აბსოლუტურად დაცლილი რეალურად მტკიცებულებებისგან. აქ შეუძლებელია სამართლებრივი შეფასების გაკეთება, იმიტომ რომ არ არსებობს დანაშაული და შესაბამისად არ არსებობს დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულება. ხელოვნურად შექმნილი რაღაცა თუნდაც ის მოწმეები, რომელიც თქვენ დღეს ახსენეთ, ჯერ ამ მოწმეების ისტორია და ბიოგრაფია უნდა იცოდეს ადამიანმა და ადამიანებმა იციან ძალიან კარგად საქართველოში და შესაბამისად მათი ბიოგრაფია მეტყველებს რამდენად სანდოა და რამდენად კეთილგანწყობილია საქართველოს ნამდვილ მომავალთან და დამოუკიდებელ მომავალთან მათი საქმიანობა. რომელიღაცა მოწმე ამ პოლიტიკოსს შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, თუმცა აი მტკიცებულებათან არარსებობის ნაწილი არის საინტერესო ძალიან მაყურებლისთვის. მტკიცებულებებზე ვსაუბრობ, რომ მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს რეალურად საბოტაჟის არსებობას, რა თქმა უნდა, საქმეში არ დევს, იმიტომ რომ არ არსებობს დანაშაული, რომელსაც დღეს ედავებიან პოლიტიკურ ლიდერებს. მე თავშიც აღვნიშნე, ეს საქმე არის წმინდად პოლიტიკური. რატომ არის პოლიტიკური? იმიტომ რომ მოასუფთავონ პოლიტიკური ველი. ნახეთ, პირველ რიგში მოდით ყველაზე მარტივი კითხვა, ხო? რა არის მტრული საქმიანობა და ვისთან ურთიერთობა ითვლება მტრულად, ხო? ჩვენ დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ეს არის საქართველოს კურსი არის ევროატლანტიკური კურსი. მისი მისწრაფება არის გახდეს ამ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. ამისთვის რომ პოლიტიკოსი მუშაობს, ურთიერთობას ამყარებს საერთაშორისო პარტნიორებთან, ცივილური სამყაროდან, დასავლეთთან,
ეს შეიძლება თუ არა განიხილებოდეს მტრულ საქმიანობად. ამის საპირწონედ ჩვენ გვაქვს ოცნების საქმიანობა და იგივე თქვენს მიერ დღეს დასახელებული მოწმეების საქმიანობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტ ქვეყანასთან მეგობრულ დამოკიდებულებაში ასე ვთქვათ, ვლინდება, ხომ? და ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ შეიცვალოს ის კურსი, რომელიც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. ამიტომ ჩნდება კითხვა, ხო, საზოგადოებისთვის ვამბობ ამ კითხვას, ვინ ახორციელებს მტრულ საქმიანობას? ის, ვინც კონსტიტუციის შესაბამისად ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ახორციელებენ საქმიანობას იმისთვის, რომ შეინარჩუნონ პარტნიორული ურთიერთობა, თუ ისინი, ვინც ჩვენს მტერ ოკუპანტ ქვეყანასთან ახორციელებენ საქმიანობას, აბამენ ძალიან მჭიდრო ძაფებს და კურსს უცვლიან კონსტიტუციისგან, ასე ვთქვათ, განსხვავებულ კურსს უჩენენ საქართველოს საგარეო პოლიტიკას. რეალური დამნაშავეები ძალიან კარგად ვიცით, რომ დღეს მიტაცებული ძალაუფლების ფარგლებში აი ასეთ პოლიტიზირებულ საქმეებს ახდენენ, გეგმავენ და ახორციელებენ ძალოვანი სტრუქტურების თუ სასამართლოს დახმარებით, ხო? და ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნის მომავლისთვის იბრძვიან, იგივე რო ავიღოთ ნებისმიერი პოლიტიკოსი ნიკა გვარამია, ზურაგირჩი ჯაფარიძე, ეხლა რატომ უნდა შეტრიალდნენ ესენი ისევ ციხეში, უსაფუძვლო ბრალის ფარგლებში. არსებობს ამის ალბათობა, რომ დაჩქარებული სასამართლო პროცესები, როდესაც კვირაში ორჯერ ჩაინიშნება სასამართლოს ხდომები, სწორედ ხდება იმისთვის, რომ ადამიანებმა, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ დატოვეს საპატიმროები, უკან დააბრუნოს ბიძინა ივანიშვილმა. აი, რატომ სჭირდება ეს ლიდერები გამოკეტილი ციხეში ქართულ ოცნებას? სწორედ აღნიშნეთ, მათი მიზანი, ბიძინა ივანიშვილის და მისი ოცნების მიზანი არის ზუსტად ის, რომ ლიდერები, რომლებსაც აქვთ ხალხის მხარდაჭერა და რომლებსაც შეუძლიათ რეალური ცვლილების მოტანა, იყვნენ ციხეში და ანუ ამისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი პარტიების აკრძალვის სარჩელი? პარტიების აკრძალვის სარჩელიც არის პროცესში, მაგრამ ჩვენ უფრო გლობალურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს, ხომ? სულ რამდენიმე თვის წინ EUTHO-ს მხრიდან მოხდა დეკლარაციის მიღება და ზოგადად გამოვიდა, ასე ვთქვათ, მორიგი რეზოლუცია, სადაც პირდაპირ იყო მითითებული, რომ ქართული ოცნების, როგორც ლეგიტიმური მმართველის აღიარება არ იქნება პოლიტპატიმრების პირობებში. ასევე არ იქნება არც ერთი მომდევნო არჩევნების სამართლიანად მიჩნეული, თუ კი ის ჩატარდება აი ამ საარჩევნო განმავლობაში. მაშინ რატომ აგროვებს ამ ხალხს ციხეში? და ოცნება კიდევ ცდილობს, რომ შექმნას სავაჭრო გარემო, კიდევ უფრო დაამძიმოს პირობები, რომ უფრო მეტი ბერკეტი დაიჭიროს თავისი გადასახედიდან ხელში, რომ ესე იგი ევროპელი დასავლელი პარტნიორები აიძულოს, რომ ის ღირებულებები, ანუ ძალადობა, რომელიც არ არის მათი, აი ამ ძალადობით მოხდეს თურმე აღიარება ოცნების, რაც გამორიცხულია და არაერთმა რის გამოვაჭრებას ცდილობს ახლა ქალბატონო მარიკა? აღიარების გამოვაჭრებას. იმიტომ რომ ის თუ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს, მაშინ ეს ნიშნავს მისი მხრიდან კაპიტულაციას, დანებებას, იმიტომ რომ მას არ აქვს არანაირი მხარდაჭერა ხალხში. ამიტომ მას უნდა აი ამ გაყალბებული არჩევნების პირობებში, შემდგომ რეპრესიების პირობებში, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის პირობებში, როდესაც ჩვენს ემიგრანტებს საერთოდ აღარ აქვთ ხმის მიცემის შესაძლებლობა, აი ამ პირობებში, როდესაც დამკვირვებლები არ იქნებიან, არც საერთაშორისო და არც შიდა დამკვირვებლები, აი ამ პირობებში ჩატარებული არჩევნებით მიიღონ აღიარება, რაც არ იქნება. ვერ იქნება, იმიტომ რომ ეს შეუთავსებელია განვითარებულ სამყაროსთან. აქ ჩვენ სხვანაირადაც რო ვიქცეოდეთ, ეს ვერ მოხდება. კი ბატონო, ქალბატონო მარიკა, თუ ასე მივყვებით პროცესს ლიდერების ციხეში,
როგორი ვარაუდიც გამოითქმის, მათ შორის ბრალდებული პოლიტიკური ლიდერების მოლოდინიც ასეთია. აკრძალული პარტიები, რომლებიც საარჩევნო პროცესში მონაწილეობას უბრალოდ ვეღარ მიიღებენ, ეუთო ოდირთან დაკავშირებით კითხვის ნიშანი იქნებიან თუ არა საარჩევნო პროცესის დამკვირვებელი საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები, მაშინ რა პოლიტიკურ ველს მივიღებთ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის? იმისთვის, რომ არჩევნებს კონდეს რაიმე აზრი, ქვეყნის შიგნით ალიანსის მხრიდან წარმოდგენილია 6 პუნქტი, რომელიც მიუთითებს, რომელიც ფაქტობრივად ქმნის იმ გარემოს, რომ არჩევნებში მონაწილეობას კონდეს, სამართლიანი ნობასთან მიახლოებული იყოს არჩევნები და კონდეს აზრი. ამის პარალელურად ჩვენ ვხედავთ, რომ რაც ვახსენე წეგან ეუთოს რეზოლუცია, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ამ საარჩევნო გარემოში, იმ პირობების გარეშე, რაც ჩვენც გვაქვს გაცხადებული, ხო, ალიანსის რაც ვახსენე, შეუძლებელია და არ იქნება არც ერთი მომდევნო არჩევნები მიჩნეული სამართლიანად. ამიტომ აქ მნიშვნელოვანია, აკრძალვა მოხდება, დაჭერა მოხდება და ნიკა გვარამიან პირდაპირ თქვა, რომ არ იქნება ვაჭრობა მისი თავისუფლებით, ხო? და გაგრძელდება ბრძოლის რამე ბერკეტი რჩება ოპოზიციას. პროტესტი, რომელსაც საზოგადოება ისედაც ახორციელებს. ეროვნული ბრძოლა, რომელიც იქნება აი ამ გაუჩერებელი, დაუღალავი პროტესტით და რომელიც აუცილებლად შედეგს გამოიღებს. ეს არის ზუსტად რაც აშინებთ საზოგადოების. ნახეთ, საზოგადოების გაუჩერებელი პროტესტი, ოპოზიციის თანმიმდევრულობა და უკომპრომისობა. ეს არის რაც აშინებთ და რის გამოც გრძელდება რეპრესიები. შიშის გამოძახილია ეს საქმეც მათ შორის? ბატონო? შიშის გამოძახილია ეს საქმეც პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმე? რა თქმა უნდა, მათ რომ ყველაფერი კარგად გქონდეთ და მათ არ გქონდეთ ხელისუფლების მიტაცებული ძალაუფლების დაკარგვის შიში და საფრთხე. როგორ ფიქრობთ, რეპრესიები კიდევ იქნებოდა? უკვე დამორჩილებული და უკვე ასე ვთქვათ, მიღებული რო ქონდეთ ის რაც უნდათ. კიდევ განახორციელებდნენ რეპრესიებს და საზოგადოებას კიდევ აი რა ვერ მიიღო ქალბატონო მარიკა ქართულმა ოცნებამ? ძალაუფლება შეინარჩუნა? აღიარება ვერ მიიღო ვერც შიგნით საზოგადოების მხრიდან, ქართულ საზოგადოებას გულისხმობ, ვერც გარეთ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ხო, მაგრამ როგორ მიიღებს აღიარებას პოლიტიკური ლიდერების ციხეში ჩასმით? ხო და ამაშია საქმე, ვერ მიიღებს. მაგრამ მას სურს ისეთი სიტუაციის შექმნა, რომ მე ევაჭროს, რომ აი ამათ გამოუშვებთ, ან სხვა პოლიტპატიმრებსაც, მოქალაქეები რამდენი ყავს ჩვენ პოლიტიკური პატიმრები? 100-მდე მოქალაქე არის პოლიტიკური პატიმარი. არაფრის ლუკაშენკოს გზას ადგას ახლა ივანიშვილი ამას ამბობს. თუმცა ლუკაშენკოს მსგავსი ძალაუფლება მას არ აქვს. ლუკაშენკოს მსგავსი წლობით გამჯდარი დიქტატურა მას არ აქვს ქვეყანაში. ქართული ხალხმა იცის რა არის თავისუფლება და ლუკაშენკოს ბელარუსიისგან განსხვავებით ქართული ხალხი ამ წლების განმავლობაში სანამ ლუკაშენკო იყო არის და რა ვიცი იყო სულ ბელარუსში აქ იცვლებოდა ხელისუფლებები, აქ თავისუფლებისთვის ბრძოლა არ ჩერდებოდა და ბელარუსისგან განსხვავებით ჩვენი ოპოზიციური ლიდერები და ოპოზიციური ძალები აქ ვართ საქართველოში. არ მივდივართ არსად. მადლობა მარიკა არევაძე, კოალიცია ცვლილებებისთვის წევრი იურისტი იყო დღის ამბები.